ისრაელის მრავალფეროვანი სახეები. გლობალურ სათაურებს თუ გადავხედავთ, ადვილია გამოგრჩეს ისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეალობა. მისი მოსახლეობის მეხუთედზე მეტი არაბი მოქალაქეა. ეს ფაქტი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ხშირად ჩანს. ეს არის მრავალფეროვანი მოზაიკა მუსლიმების, ქრისტიანების, დრუზებისა და ბედუინების, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას იზიარებენ საერთო სივრცეებში, ნაზარეთის მსგავს ქალაქებში და ნეგევის რეგიონში. შერეულ ქალაქებში, როგორიცაა ჰაიფა, აკრი და ლოდი, თანაცხოვრება პოლიტიკური სლოგანი არ არის. ეს არის ყოველდღიური რეალობა, სადაც ებრაელები და არაბები გვერდ მუშაობენ და სწავლობენ. შეიძლება გაგიკვირდეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დრუზი მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახურის სავალდებულოა 1956 წლიდან, ასევე არიან ბედუინები, მუსლიმები და ქრისტიანები, რომლებიც საკუთარი კუთვნილების გრძნობის გამო ნებაყოფლობით იწერებიან სხვადასხვა დანაყოფში. ეს ცვლილება გრძელდება უნივერსიტეტებშიც, სადაც სპეციალური ინტეგრაციის პროგრამები ათასობით არაბ სტუდენტს ისრაელის ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ცენტრი აერთიანებს. რაც ყოველთვის არ გამოიკვეთება არის ის, თუ რამდენად თვალსაჩინოდაა ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაბული ენა ჩანს საგზაო ნიშნებზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ასევე ერთობლივი მუშაობა მიმდინარეობს საავადმყოფოებსა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში. საბოლოოდ ეს არის ის ნაწილი, რაც ისრაელის საზოგადოებას ასეთ მრავალფეროვანსა და დინამიურს ხდის.